საპროტესტო მარში პროპაგანდისა და კორუფციის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი რუსთავიორთან გადაინაცვლეს. ისინი ტელევიზიებს ქვეყანაში არსებული რეალური ვითარების გაშუქებისკენ მოუწოდებენ. თაღლითობის მცდელობისა და $16,000 აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის მერიის თანამშრომელი. ინსპექტირების შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ესთანხა მოქალაქეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის მოსთხოვა. ლილუაშვილის გარემოცვის 2 წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას აუშენებელი სკოლებისა და ბაღების, ხოლო შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვლადიმერ ხუნდაძეს ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ დამზადების საქმეებზე. ხუნდაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, რადგან მან 2 კვირის წინ ქვეყანა დატოვა. პოკროვსკში უკრაინის დაზვერვის მონაწილეობით სტაბილიზაციის ოპერაციები გრძელდება. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს პოკროვსკთან რუსულმა შენაერთებმა უკრაინის სპეცოპერაცია ჩაშალეს და ვერტმფრეში მყოფი 11 უკრაინელი მოკლეს.